ახლა ვაკეთებ ლენორმანით დიდ გაშლას. მე ვარ ნაცია შაი და რა ჩანს ადამიანს ვინც უყურებს ამას მიექცევს აუცილებლად ჯანმრთელობას ყურადღება. მძიმედ არ დამიწყია, სერიოზული არაფერი არ არის, უბრალოდ ემოციურ ფონს ვხედავ. რომელიც შეიძლება მე გადაიზარდოს, ასე ვთქვათ, ნერვოზში, რაღაც გულის თემებში. ამიტომ რაღაც მსუბუქი დამამშვიდებელი, ფეხიც სეირნობა, გრილამინჩი, ცეკვა, ცურვა, რაც უყვარს, კარგად გამოძინება, სულ ეს არის. რაღაცა ისეთი ბობოქარი და საშიში არაფერი. მინდა უთხრა ამ ადამიანს, რომ სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ელოდება, ეს იქნება დიდი ცვლილება, დაწინაურება, ხელფასის მომატება შეიძლება, კარგი ცვლილება, ზევით აწევა, უფროსები ლაპარაკობენ მასზე მის, ასე ვთქვათ, განსხვავებულ თვისებებზე, უნარებზე მოსწონხართ და დაგიფასებენ ამას. აი რაც შეეხება გულში ძალიან ნერვიულობ დაოჯახების თემაზე ჩანს ეს, მაგრამ ჯერ არ გამოდის და ამაზე ძალიან ნერვიულობ. რაღაცა ხელისშემშლელი ამბებია და ვნახოთ, ჩავშალოთ რა არის, რატო არის, როგორ არის. ცვლილებები კი რომელიც გექნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, კარიერაში ძალიან კარგი ხელფასის მომატება, ბონუსი, პრემია, არ ვიცი, საჩუქარი, დაწინაურება, რაღაცა დიდი, კარგი, მნიშვნელოვანი სასიხარულო გელოდება. და მოდი ვნახოთ, რა ჩქარობს, რა თემა არის წიწამოწეული და ეს თემა არის ფინანსები უმჯობესდება, როგორც თქვი, და რაც შეეხება სასიყვარულო თემას. ძალიან მალე ეს იქნება აუცილებლად მოწერილი ან ტელეფონზე მესიჯად ან სოციალურ ქსელში, არ აქვს მნიშვნელობა. აუცილებლად მიიღებ რაღაცა წერილ შეტყობინებას, რომელიც ძალიან ბევრ რამეს დაგილაგებს, ძალიან ბევრ რამეს გაგიხსნის, მიხვდები და ქალთა რომელიც ყავს გულში, აი გასაღები გიჩანს, მიხვდები რა უნდა, რატო, რისთვის, რანაირად, როგორ. ეს გასაღები იქნება შენ ხელში, ამ ქალის გულთან. მე არ ვამბობ, რომ ამ ქალს არ აქვს გრძნობები, ან აქვს, ჯერ ვერ ვხედავ, ჩავალ მაქამდე, მაგრამ გასაღებს გულისხმობ, აი გაგებას, რა სურთ ქალებს არის ესეთი ხუმრობა და რომ გაიგოთ რა სურთ ქალებს. აი ეს ქალებს არა, ამ ქალს, ვინც ყავთ გულში, აი ამ ქალის გულის გასაღები ხელში გეჭირებათ. სიყვარული მიიწავა ჰარმონიულად, საკმაოდ ჰარმონიულად და სტაბილურდება და ზოგადად ნათელი ბუნების ადამიანი ხარ, სუფთა გულის ადამიანი ხარ და ამას ხედავს მაღალ ვიბრაციული ენერგიები, უფალი ანგელოზი, წმინდანი, რომელიც გფარველობს და იგრძნობს შენ, აი ასე ვთქვათ, ღვთის ხელს შენ ცხოვრებაში. იგრძნობ მალე. იღბალი გაქვს სიყვარულშიც, ამ წუთას ხარ ძალიან არეული, ძალიან მშფოთვარი, გონია რომ ყველაფერი დამთავრდა ამ გოგოსთან. ვნახოთ ამ გოგოსთან დამთავრდა თუ სხვა გოგოსთან, მაგრამ ძალიან დიდი იღბალი გაქვს. საკმაოდ დიდი იღბალი გაქვს. კიდე რა ჩანს? ცხოვრებას ალაგებ. იმიტომ ვამბობ, არ ვიცი ჯერ ამ გოგოსთან, არ ვიცი სხვა გამოჩნდება, მაგრამ შენ ცხოვრებას ალაგებ. ლაგდება შენი ოჯახური მდგომარეობა, ლაგდება შენი კარიერა, ლაგდება მსუბუქი ნათქვამია, ისე კარგად ლაგდება და ძალიან კარგად და ლამაზად ლაგდება შენი პირადი ცხოვრება. აი ეს ნერვიულობა რა იქნება მერე? აღარ იქნება, იმიტომ რომ დაწლარდები და სტაბილურდება და წასასვლელი წავა.
წასასვლელი წავა. ასევე რაღაცა გაურკვევლობა, აი ჯერ ოჯახის შექმნა არ ჩანს, ძალიან ცდილობ, ძალიან გინდა, მაგრამ ეს არ ჩანს, ეს პაუზდება და ნახოთ დამატებითი არკანებით რა არის ეს დასტაბილურება, თუმცა აი ეს ხაზი, ნახე პირდაპირ მაჩვენებს ეს ხაზი, რომ სასიყვარულო თემა ძალიან სტაბილურდება და ლაგდება. მე მხოლოდ იმას ვნახავ, ეს ვიზეც ახლა ფიქრობ, ვინც ახლა ყავს გულში, ამ გოგონასთან არის, თუ გამოჩნდება სხვა ადამიანი, ვიზეც გადაერთვები და ვინ ძალიან სტაბილურად, მყარად, დიდი სიყვარულით შემოვა შენს ცხოვრებაში. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და ჩემი ნომერია 591 233 507.